ეს არის Tiger Loop-ის დაყენება ოილის, ანუ დიზელის გამათბობელზე. ჩვენ აქ გქონდა აი ეს ოილის ლაინი პირდაპირ. აი ეს პირდაპირ დაერთებული იყო აქ შემავალზე. ეს არის შემავალი, ინლეტი. მეორე შემომავალი აქ აქვს ეს უბრალოდ ან აქ უნდა შემოვიდეს, ან აქ უნდა შემოვიდეს, სულ ერთი, არა აქვს მნიშვნელობა. ასევე აქვს რითერნი, ანუ რაც შემოვა დიზელი, რასაც არ მოიხმარს პამპი და არ დაჭირდება, შეუძლია უკან დააბრუნოს ტენკში. მაგრამ ამ შემთხვევაში ტენკში არ აბრუნებს, აქ აბრუნებს Tiger Loop-ში. აი ეს არის დამაბრუნებელი 1. კონკრეტულად ეს არის დამაბრუნებელი, ეს არის 20. პრობლემა აქ იყო, ვინაიდან ოილის supply იყო ჭერზე, ეკარგებოდა, ჰაერს იპარავდა. ამ შემთხვევაში Tiger Loop-ი, ანუ ეს არის გამოსავალი. ამიტომ ოილი შემომავალი მოხსენი აქ და დავამაგრე Tiger Loop-ის შემომავალზე. ხოლო მისგან გამოსული შემოდის აი აქ და რაც ზედმეტია ბრუნდება უკან Tiger Loop-ში და აქ ატრიალებს. ეს ახლა აღარ დაკარგავს. ჰაერს აღარ მოიპარავს. ერთი პატარა დეტალია, როცა return-ზე ვამაგრებთ Tiger Loop-ს, მას მოყვება ინსტრუქცია, რომ აი ეს პატარა ეს უნდა მოხსნათ აი აქ იყო ასეთი, ეს მოხსენით და სამაგიეროდ გაუკეთეთ აი ეს პატარა სკრუ, რომელიც აი აქ შედის შიგნით, როცა მოხსნილი. აი ხა შემდეგ დავაგეთ, ამას ქვია ბაიპასი. სულ ეს იყო Tiger Loop-ის ინსტალაცია, როცა შემომავალი ზეთი გადავხსენით აი აქ და მივაერთეთ Tiger Loop-ზე, Tiger Loop-იდან წამოვიდა ეს იგივე დიზელი და რაც არ მოიხმარა, დაბრუნდა უკან. და იქ ატრიალებს, ამით ის აღარ დაკარგავს. და ჰაერს აღარ დაკარგავს პრაიმს, როგორც ქვია ასე. და აღარ შეიპარებს ჰაერს. სულ ეს იყო და უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა როგორ კეთდება აი ამ სპეციფიკურად აი ამ პამპზე, განსაკუთრებით აი ამ პამპზე.